ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა მსოფლიო შოუ ბიზნესურ ამბებს. მოდით ჯერ ქართულ სიახლეებს გავესწროთ, შემდეგ კი უცხოური ამბებიც გავიგოთ. წავედით. ირაკლი ჩარკვიანი, უცნობი და ლექსენი პირველ ერთობლივ სიმღერას წერენ. სიმღერას, რომელიც აქციის სახეს მიიღებს და იქნება მიმართული პროსტიტუციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ. ქუჩაში დგანან 13 და 15 წლის გოგოები და ეს ძალიან ჩანს უკვე და ამიტომ ამაზე ვიღაცამ რაღაც უნდა თქვას და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ვცდილობთ ხოლმე რომ ყველაფერი ვთქვათ, რაც რისი თქმაც გვინდა და ეხლაც ესე გამოდის, ჩვენ უბრალოდ შევკრიბეთ, აი ქეთათო იღებს მონაწილეობას, მე რა ვიცი, აი 4 ვართ ფაქტიურად ის ადამიანები, ვისაც გვინდა ვთქვათ ამ პრობლემის შესახებ და კიდე მეტნი თუ იქნებიან ვიღაცეები, იმათ მას თქვან და ყველამ ვილაპარაკოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან სერიოზული პრობლემაა. სამი რევოლუციონერი მუსიკოსი, რომელთა შემოქმედებაშიც ხშირად იჩენს თავს პროტესტი უარყოფითი მოვლენების მიმართ, ამჯერად ერთობლივი ძალით იზრუნებს შეუტიოს ამ პრობლემას და მათ ამ საქმეში ირაკლის მეუღლე ქეთათოს დაეხმარებათ. თვითონ იდეა არის ძალიან ჯანმრთელი იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო უნდა გაჯანსაღდეს და ეს ჭაობმა არ უნდა ჩაითრიოს და არ უნდა შთანთქას და ეს ის ხალხია იგივე გრეჩიხა, ირაკლი, ლექსენი, ვისაც უსმენენ და ამათი პირიდან ნათქვამი უფრო გაჟღერდება და ბევრისთვის კარგი იქნება და რაღაც სტიმულს მისცემს ცხოვრებაში და მჯერა მე ამის და ძალიან მიხარია რომ მეც ვიღებ მონაწილეობას ამ პროექტში. შევიკრიბეთ ისწრედი შეიქმნა, რომელთაც ეტყობა გვაწუხებს მართლა ეს და ეხლა რაც შეეხება თვითონ იდეას ამაზე, ირაკლიმ ჩაგვაწოდა ეს იდეა და ჩვენ ესე ავიტაცეთ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივიდა და ვნახოთ შედეგი რა იქნება. მართლა პრობლემატური თემაა და ვინც ამას გაიზიარებს, ამას დაინახავს ჩვენგან და ამას ყურად იღებს, ეს იქნება ძალიან დასაფასებელი რა. ოქროს ფასი ეკარგება თუ კი ყველგან დევს, სიმშვიდე და ქაოსი თბილისის სამოსი, შედეგი რაშია, ირგვლივ ტაშია, საოცარი სურვილი მაგარაფრის კეთების დაგრობა და გახსენება თქვენი დედების. სიახლეების მაძიებელი მუსიკოსი და იდეის ავტორი ირაკლი ჩარკვიანი ამჯერად ჰიპ-ჰოპ სტილს ირჩევს და ეს იქნება პირველი ამ მიმდინარეობის სიმღერა მის შემოქმედებაში. ირაკლის აზრით, ის რეპერ ლექსენთან და უცნობთან ერთად სწორედ ჰიპ-ჰოპის საშუალებით უფრო კარგად მიიტანს თავის სათქმელს ახალგაზრდებამდე. შევხვდი გრეჩიხას, და უბრალოდ მომინდა რომ მოდი რაღაც მომინდა გრეჩიხასთან ერთად რაღაცის გაკეთება. მე ვინ ერთად რამდენიმე კაც მოვთქვათ, ვინ ქეთათო მე გრეჩიხა ვინ ლექსენი, იმიტომ რომ კარგად რეპავს და ყველა კარგად რეპავთ რა. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვა განყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი, ქართკახეთი, იმერეთი, გურია და აჭარა. ეს უჩემი სამშობლოა, ბებერი და პატარა, მინდა გითხრა ერთი სიტყვა ჯიგრული და საერთო, ტიპიანი ქართველებით მეტი აღარ გაერთო, არ გახვიდე სამუშაოდ, აყვების ხვებს, ოქროს ფასი ეკარგება თუ კი ყველგან დევს. მიხარია, იმიტომ რომ ახალი პროექტია იმ ადამიანებთან ერთად, ვის შემოქმედებას მე ძალიან მიყვარს და ძალიან ვიხიბლები და ყველაზე კაი აქ რაც არის ის რომ ძალა ერთობაშია რა და ეს ჩანს კიდევაც ამ სიმღერაში და გამოჩნდება აუცილებლად რა. კლიპი აუცილებლად შედგება ამ სიმღერის, დარწმუნებული ვარ. აუცილებლად შედგება ჩემ კონცერტზე თვითონ პრეზენტაცია ამ აქციის, ასე ვთქვათ. ასე რომ დაელოდეთ ჩემ კონცერტს, დაელოდეთ აქციას და კარგად იყავით კოცნით თქვენი ირაკლი ჩარკვიანი. 21 მარტს პირველად საქართველოში ეგრეთ წოდებული DJ სეტი გამართა DJ პუქსმა საფრანგეთიდან. საღამომ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ტომ პუქსმა ჩაიარა ჩემი აზრით, 100%-დან 200% მივიღე, რასაც ველოდებოდი და რა თვალსაზრისით. თვითონ ხალხის რეაქცია იყო, ესე რო ავიღოთ 60%-ს ძალიან მოეწონა, 20% გაუგებრობაში იყო, რა არის ეს, თან მოწონდა, თან ვერ მოწონდა, 20% საერთოდ არ მოეწონა. მაგრამ რითი იყო მნიშვნელოვანი თვითონ ტომ პუქსის ჩამოსვლა და აჭარა მუსიკ ჰოლში მისი სეტის
ასე ვთქვათ, დაკორა. იმითი რომ მისი მუსიკა საქართველოსთვის აქტუალური იქნება ალბათ 1-4-5 წლის შემდეგ. აჭარა Music Hall-ის უახლოეს გეგმებში კიდევ 2 ელექტრონული საღამო შედის. ერთი პროექტი არის ქართული პროექტი, რომელიც იქნება 31 მარტს, რაც არის 4 შაბათი და ის იქნება, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო საღამო, იმიტომ რომ იქნება ესეთი გრძელი, ესე ვთქვათ, მაგიდა დავარქვათ, სადაც ბევრი ლეპტოპები და ტექნიკა იქნება და სადაც ნიკა მაჩაიძე, რომელიც ძალიან ცნობილია უკვე თვით ევროპაშიც, ტუსა და გოგი ძოძუაშვილი ლაივში შეასრულებენ სადღაც 3 საათიან სეტს. ფირფიტების დამკვრელი არ იქნება, არც CD პლეიერი, ლეპტოპიდან უბრალოდ ცოცხალში და თქვა მიკროფონებით ვოკალს დაადებენ, მაგრამ ესეც ელექტრონული მუსიკაა და თან მათი შემოქმედებაა, ხო ხვდებით, მათი პროდაქშენია. აქედან გამომდინარე, მე მგონია ძალიან საინტერესო საღამო გამოვა. და რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, 27-ში, ანუ ეხლა შაბათს არის DJ ბრაიანი პრაღიდან, მექა კლუბ მექადან. ნუ კლუბი მექა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი არა მარტო ვთქვათ ჩეხეთში, არამედ საერთოდ ევროპაში, იმიტომ რომ ეხა ბუმი ელექტრონული არის ბუდაპეშტი, ჩეხეთი. მან გადმოინაცვლა ამ ბუმმა. ბრაიანი ადრე უკვე იყო ერთხელ აქ და ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა ვთქვათ დაკვრამ და საერთოდ უცხო ხალხი ხვდება ხოლმე და მეკითხებოდა ბრაიანი როდის ჩამოვა, ბრაიანს როდის ჩამოიყვანთ, ბრაიანს როდის ჩამოიყვანთ. ფოტოგრაფ გია ჯაველიძის სტუდიაში ლელა წურწუმია და თაკო გაჩეჩილაძე ფოტოსურათების გადაღებებზე მუშაობენ, რომლებიც მათი ალბომებისთვის მზადდება. თაკოს პირველი ალბომი მაისში გამოვა. შევა 9-10 სიმღერა და რა ვიცი, აბა ძალიან ველოდები, როდის იქ დადგება ეს დღე. რაც შეეხება ლელას, მას ალბომის გამოსვლამდე არანაკლებ საინტერესო გეგმები აქვს. აპრილში მე და ჩემი ფარიძე მივგზავრებით ნიუ-იორკში, მილენიუმში გავმართავთ კონცერტს და შემდეგ ამ მეკიდან დაბრუნების შემდეგ მე უკვე გამოვუშვებ ჩემი ალბომის მეორე ნაწილს, სადაც შესული იქნება ისევ 8 სიმღერა, შემდეგ ეს გამოვა ერთ ალბომად, ანუ ერთ დისკად, უკვე კომპაქტ დისკად, იცით რომ პირველ ნაწილს კომპაქტ დისკი არ აქვს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ალბომის მეორე ნაწილში და თვითონ კომპაქტ დისკზე იქნება აუცილებლად გია ჯაველიძის მიერ გადაღებული ფოტოები. სხვათა შორის ბატონ გიას ეკუთვნის ლელას ბოლო ალბომის ფოტოებიც. ამ ეტაპზეც ჩავთვალეთ ჩვენ, რომ ისევ გიას გადაიღო ლელასთვის ფოტოები. ორიდან 10 აპრილის ჩათვლით მოსკოვში გაიმართება მოდის კვირეული, რომელშიც 2 ქართული სამოდელო სახლი მიიღებს მონაწილეობას, მაკა ასათიანის და ავთო ცქვიტინიძის. ორივეგან ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. ავთო და მაკა წარადგენენ შემოდგომა ზამთრის უახლეს კოლექციას. მიდის სამზადისი, ანუ ეხლა იკერება მზადდება კოსტიუმები, გუშინ მქონდა პირველი მოზომება. მიყვავს 3 ქართველი მოდელი, ნათია მაკაცარია, ირინა უნაშვილი და სალომე ღვინიაშვილი, დანარჩენებს იქ დავამატებთ. ეს არის კოლექცია, რომელშიც დიდი რაოდენობით იქნება გამოყენებული მარგალიტი, ანუ აი დაუშვათ კოტონი არის აქტუალური ნაჭერი ჩვენ კოლექციაში და ეს ცოტა კაცური კოტონის საროჭკები მოქარგული დაუშვათ ამ მარგალიტები და ეს არის თემა. ვიყენებთ ფირმა Saga Force-ის ბეწვს, მაგრამ მე გაჩვენებთ მე ანუ აი ეს მოთხოვნა იყო იქედანვე, რომ ეს ბეწვი არ უნდა იყოს გამოყენებული ბეწვის სახით, ანუ არ უნდა ჩანდეს, რომ არის მაგალითად მელია, ანუ ისე უნდა გამოიყენო ნაჭერთან. ამიტომ სხვადასხვა ტექნოლოგიები შევიმუშავეთ. სხვათა შორის მოდის კვირეული მაკა ასათიანის ჩვენებით დაიხურება.
მაკ ასეთენი ხდება ამ Fashion Week-ის სახე და ამიტომაც გვერგო ეს დახურვის ცერემონიალი და ნუ აი იგივე აი რაც თქვენ თქვით ახლა იქიდან რომ რატომ? იმიტომ რომ სულ არის რაღაც სიახლე, სულ არის განსხვავებული და ამიტომ გვინდა რომ აი ამ განსხვავებულით დამთავრდეს. რაც შეეხება ავთოს ქვითინიძეს, ის გარდა იმისა, რომ ემზადება მოსკოვის მოდის კვირეულისთვის, ასევე მუშაობს რეჟისორ ქეთი დოლიძის ახალ სპექტაკლზე, რომლისთვისაც ქმნის კოსტიუმებს და ესკიზებიც უკვე მზად აქვს. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აი ესეთი შემოთავაზება, რაც ქეთი დოლიძემ შემომთავაზა, ეს არის თეატრის მხატვრობა, რომელსაც მე აქამდე შეგნებულად ხელს არ ვკიდებდი, იმიტომ რომ ეს მე ვთვლი, რომ თეატრის მხატვრობა ყოველთვის სპეციალისტმა, ანუ თეატრის მხატვარმა უნდა გააკეთოს და თეატრის კოსტიუმერმა. მაგრამ იმიტომ დავინტერესდი ამ პროექტით, რომ ეხება მოდას, ანუ ის ადამიანი, ვინც თამაშობს ნინელი ჭანკვეტაძე, არის ფაქტიურად მოდას ემსახურება. ეს ცოტა იუმორისტულად არის გადაწყვეტილი, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო, თქვათ, რაიმე თემატური სპექტაკლი, სადაც მხატვარმა უნდა იმუშაოს თეატრის, ალბათ შემეშინდებოდა ამის გაკეთება, მაგრამ აი მსოფლიოში ძალიან პრესტიჟულ თემად ითვლება, როცა დიზაინერი, ანუ მოდის სფეროში მომუშავე დიზაინერი მუშაობს ხოლმე თეატრის მხატვრობაზე, ეს ძალიან კარგი და საინტერესო სამუშაოა. ამჯერად ვემზადებით რუსეთის კვირეულისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის საინტერესოა. სულ მაინტერესებს აი თითქმის გამოცდებს უტარებ ხოლმე ჩემს თავს, ანუ როგორ მიიღებს მაყურებელი და მყიდველი, ვთქვათ, შენს ნამუშევრებს სხვა ქვეყანაში, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედია, რომ უფრო კარგი კრიტიკა, უფრო სწორედ იყო ძალიან დადებითი კრიტიკა ჩემს ჩვენებაზე და ეხლა მინდა რომ უფრო ძლიერი და უფრო კარგი გამოხმაურება მოყვეს, იმიტომ რომ უკვე სერიოზულად ელოდებიან ჩემ ჩასვლას და მე ბედნიერი ვარ ამით, რომ აი უმნიშვნელო პიროვნებად არ ჩამთვალეს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.